ქობულეთმა ცეკვის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. სოფელ ვაზისუბნის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ანსამბლი სანაგირეს ქორეოგრაფის ილია შოშიაშვილის განმარტებით მათ ორ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა, სანაგირე ორივე ღონისძიებაზე გრან-პრის მფლობელი გახდა. დაჯილდოებულები ვართ, ახლა ჩვენ თასი მოგცეს და სერტიფიკატი უბრალოდ დიპლომი მოგცეს, იუნესკოს ეგიდით ჩატარდა, საერთაშორისო იყო, ჩამოსულები იყვნენ უკრაინელები, ჩამოსულები იყვნენ სომხები, სასომხეთიდან იყვნენ ჩამოსულები, თბილისის რამოდენიმე ძალიან კარგი იყო კოლექტივები იყვნენ ჩამოსულები, პირველი ადგილი მოგვენიჭეს და დაგვაჯილდოეს. ქობულეთში ანსამბლმა სანაგირემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონკურს ფესტივალში ნარიჯისფერი ქობულეთი. ანსამბლის ორივე თაობა წარსდგა ფესტივალზე, დაიმსახურეს პირველი ადგილი, ასევე მიენიჭათ ჟიურის სპეციალური ჯილდო, გამორჩეული კომპოზიცია, ინტერპრეტაცია.